А мы разведка, идем мы скрытно, стреляем метко, всегда найдется для нас работа. Мы в ночь уходим, мы разведрота. გამარჯობათ მეგობრებო. თუ თქვენ მე მიყურებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე ჩემ არხზე იმყოფებით. დღეს ჩვენი ერის ყველაზე მტკივნეული უბედურების ფსკერში უნდა წაგიყვანოთ. მე მოგიყვებით ოდიოზურ პერსონებზე, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა საქართველოში გენერლებად დაგვინიშნეს. 90-იან წლებში გაბრუნებთ იმისთვის, რომ კარგად დაინახოთ თუ მიზეზი დღევანდელი უბედურების რაში მდგომარეობს. ერის გამოღვიძების ფასად საბჭოთა კავშირის გრევის შედეგად ეს ადამიანები დარჩნენ ფაქტიურად უსამსახუროდ. ვინაიდან სიტუაციამ მოიტანა გეოპოლიტიკური ცვლილებები, ხოლო საბჭოთა კავშირს დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა თავისი გეოსტრატეგიული ინტერესები თურქეთის მიმართულებით. საქართველოს ტერიტორია კი აქტიურად გამოიყენებოდა თურქეთში ქურთული დაჯგუფებების იარაღით მოსამარაგებლად. სწორედ ამ პროცესში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, პიროვნებებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ იარაღის მიწოდებისა და მომარაგების ლოჯისტიკურ საკითხებში, გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხზე დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა. მარტივი ენით რომ გითხრათ, მათ გადაწყვიტეს საკუთარი პატრონების გადაგდება მოსკოვში. ხოდა უარი განაცხადეს კგბ-ს მარშრუტით საქართველოს გავლით სრულიად უფასოდ იარაღი თურქეთში ქურთებისთვის მიეწოდებიათ. ეს ყველაფერი დასრულდა იმითი, რომ ისევ ის კადრები, ვინც ჩართული იყო იარაღის მომარაგების საკითხში, უკვე გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აგრძელებდნენ თავის ძველ საქმიანობას. კორპორაცია კგბ-ს შვილობილი კომპანიის შეფობის ქვეშ. მაგრამ რა თქმა უნდა, კგბ-ს შვილობილ კომპანიას ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი აღარ ჰქონდა, რადგან დაზვერვა უპირველეს ყოვლისა ნდობაზე, შემდეგ კი კომპრომეტაციაზეა დამყარებული. დაზვერვა არის მეცნიერება და ის მხოლოდ სენტიმენტალურ, პატრიოტულ მოტივებს არ ეყრდნობა. ვინც იცნობს დაზვერვის მოქმედების სპეციფიკას, მე ამაში დამეთანხმება. ხოდა სწორედ ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივ რუსული მეთოდით ის ადამიანები, რომელიც ხელმძღვანელობდა სწორედ აი ამ პროცესს საქართველოს გავლით, იარაღი მიეწოდებია ქურთი სეპარატისტებისთვის თავდაცვის სამინისტროს იმდროინდელი მაღალჩინოსანი საყვარელთან ერთად სახლში ზარს იღებს, რის შემდეგაც კარებთან მიდის და დასავლეთ ღილაკს ქვემოთ ჩამოწევს. შემდეგ კი აი ესეთი მომენტი ვითარდება. ალბათ მოგეხსენებათ, თუ რითი დამთავრდებოდა ეს უბედურება. ეს უბედურება დამთავრდა იმითი, რომ ორივე მათგანი იმ ბინაში აფეთქებული ნახეს, დაშლილი ხორცად და ძვალად. მხოლოდ მათი ნაფლეთები იპოვეს. ეს იყო ფაქტიური შურისძიება და დასჯა ურჩი ადამიანებისა. მაგრამ ყველა ამ ღონისძიების შემდეგ რესურსის ნაკლებობა განიცადა კგბ-ს შვილობილმა კომპანიამ. ამიტომ დაიწყო ახალი კადრების ძებნა და სწორედ აი აქ იბადება ახალი სოციუმი, რომელსაც პუტჩის კარიერის გენერლებს უწოდებ. არა, ქვიშის კარიერის გენერლებში არ შეგეშალოთ, პუტჩის კარიერის გენერლებზე მაქვს საუბარი. სახელმწიფოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება იმ დროისათვის თბილისში სამხედრო დაზვერვის შტაბს ეგრეთ წოდებულ ზაკოს დაევალა.
ზაკო იგივე ზაკავკასკი ვაენი ოკრუგია. ეს აბრევიატურა სწორედ ასე იშლება. გამოცდილმა კადრებმა, რომლებიც წლებია ემსახურებოდნენ სადაზვერვო სამსახურს, შეარჩიეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სხეულები, რომლებიც შემდგომში რუსულმა სპეცსამსახურმა როგორც ხელთათმანი ხელზე ისე წამოიცვა და უკვე წლებია მის საქმეს აკეთებიებს. მათი ბიოგრაფიები იმდენად უსუსურია, არაფრის მთქმელი და უშინაარსო, რომ საკმარისია ცოდნე თვალმა დაკვირვების გარეშეც კი გადახედოს ძალიან დიდ ცდარობებს აღმოაჩენს. აი მაგალითად ერთ-ერთი მათგანი. რაც შეეხება ახლა ამ კობალაძესთან დაკავშირებით, ახლა კობალაძეს ყავს თავისი უფროსი რა და რასაც ეტყვის ის კაცი ისე იქცევა რა. ეგ იცის ყველამ და არ მინდა ახლა იმის გვარის დასახელის ხსენება რა. ყავს მაგას ერთი უფროსი, ულვაშებიანი უფროსი და აი ის რო ეტყვის, რასაც ეტყვის, იმის გენერალი არის ეგ. ის ულვაშებიანი კაცი ტელევიზიაშიც რომ ირიდებიან მისი სახელის და გვარის წარმოთქმას, კლაჩკოვ ალექსანდრ ბარისიჩი გახლავთ, იგივე გერეუს კავკასიის მიმართულების უფროსის მოადგილე. სწორედ ეს ადამიანი დაეხმარა კობა კობალაძეს რიაზანის სამხედრო აკადემიაში ჩაებარებინა. აფხაზეთის ომის შემდეგ კი კლაჩკოვ ალექსანდრ ბარისიჩი კავკასიის გერეუს ანუ სადაზვერვო სამსახურის უფროსად გადმოიყვანეს. სწორედ ამ პერიოდში კობა კობალაძემ რიაზანის 5 წლიანი სამხედრო სასწავლებელი 1 წელიწადში დაამთავრა. ცოტა წარმოუდგენელიც არის ქართულად წერა-კითხვის უცოდინარმა კობა კობალაძემ როგორ დაძლია 5 წლიანი სამხედრო პროგრამა, მით უმეტეს რთული სამხედრო ტერმინოლოგიით, მხოლოდ 1 წელიწად. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მის პატრონს ის უბრალოდ საქართველოში გენერლად დასჭირდა, ამ დაჩქარებული ტემპებით მან ეს ყველაფერი უცებ შეძლო. ცნობისთვის რიაზანის სამხედრო აკადემიას ვერც კობა კობალაძისნაირი წონით და ვერც კობა კობალაძისნაირი ცოდნით ვერ ამთავრებენ. მაგრამ როდესაც პატრონად სემაგუჩი პოლკოვნიკ კლაჩკოვი გყავს, მაშინ უბრალოდ ყველაფერი მოსულა. სულ რამოდენიმე ფიგურის ჩამოთვლაც საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ დაინახოთ რეალური სახე იმ უბედურების რა გვჭირს, თუ ვინ ქმნის ამ კოლოსალურ ტოტალურ უბედურებას, რომელშიც შემდეგ მთელი ერი ვიმყოფებით. რაც შეეხება მეორე მათგანს, ეს დევი ჭანკოტაძე იყო, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს გენერალური შტაბის უფროსიც გახლდათ, მისი ზედმეტი სახელი ზანგის ყლე იყო. ეს ის იშვიათი ერთეულია, რომელიც თავის ზედსახელს საკუთარ სახელზე მეტად ამართლებს. რა თქმა უნდა, მანაც საბჭოთა კავშირში ყალბი ეგრეთ წოდებული სწავლა გაიარა, დაახლოებით ისეთი როგორც კობა კობალაძემ, ხოლო მოგვიანებით უკვე რუსულმა დაზვერვამ მას ხელი შეუწყო ჩინეთში გაევრო, შემდეგი საკარიერო კურსები იმ ჩინეთში, რომელიც რუსეთის ყველაზე მეტი მჭიდრო სამხედრო პოლიტიკური პარტნიორია და აი ესე აღმოჩნდა უკვე გენერალთა იერარქიის მაღალ საფეხურზე. სხვადასხვა დევი ჭანკოტაძე ყველაზე აგრესიული იყო საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მიმართ, ის მიზანმიმართულად იღებდა თბილისის ომის დროს პარლამენტის მესამე სართულს D30-ის ქვემეხის მიზანში, რადგან ზუსტად ამავე ქვემეხის ფუგასური ჭურვი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კაბინეტში შეეგდო. შევარნაძეს აბარებდნენ პატაკებს, ახლა ცოცხალია და ხვალე მოუკლავთო ბატონო ედუარდო, თქვენ არ ინერვიულოთ ოღონო და ქალბატონ ნანულისო შეტევა არ მოვიდესო, მალე მოუკლავთო და რა უნდა ვთქვათ, ეხლა ჩვენ ასე უნდა ვილაპარაკოთ. სისხლში რო ცურავთ და იცით რა არის? მე წაგებული ომის გენერლები ხარ თქვენ და მას პირდაპირ ჰქონდა მითითება რუსული სპეცსამსახურებისა, რომ მოეხდინა პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა დევი ჭანკოტაძემ რუსეთიდან დავალება მიიღო, რომ ჩეჩნებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების საცავებიდან ბეჭდზე გადასატანის სარაკეტო საზეიმტო კომპლექსი სტრელა 1 მიეცა.
დევი ჭანკოდაძეს რუსლან გელაევი ჩეჩნური მხარიდან კობა კობალაძემ წარუდგინა და მათი კოორდინაციაც გერეუს გეგმის მიხედვით ძალაში მოიყვანა. კობალაძის ინსტრუქციის შემდეგ დევი ჭანკოდაძე სამხედრო ბაზის მეთაურ ალექსანდრე დიასამიძეს დაუკავშირდა და მას სიტყვიერი ბრძანება მისცა, რომ ჩეჩნებზე საზენიტო იარაღი გაეცა, ხოლო ჩამოწერის აქტზე დაპირდა, რომ ხელს მოგვიანებით მოუწერდა. და სიტყვიერი შეთანხმებით ისარგებლა რა მეთაურის ბოროტინ დობით გააცემია აღნიშნული საზენიტო სარაკეტო იარაღი. სიტუაცია ისე შემოbrunდა, რომ აღნიშნული ვაჭრობის შესახებ რეზონანსული საქმე გახდა პროკურატურისთვის. იარაღის ასეთი დოზით გაცემა პატარა ამბავი არ არის და საერთაშორისო ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება. ვინაიდან აღნიშნული იარაღით საერთაშორისო საავიაციო ბორტების ჩამოგდების საფრთხე დგება. ამიტომ იძულებული გახდნენ ვიღაცა ჩაესვათ. თავისთავად დევი ჭანკოდაძემ გაცემის აქტს ხელი არ მოაწერა და ეს პატიოსანი კაცი იმისთვის, რომ მეთაურის ბრძანება, დავალება და მითითება ნდობის საფუძველზე შეასრულა ხელმოწერის გარეშე, რამოდენიმე წლით ციხეში ჩააგდეს. გამოძიების პროცესში არავინ დაინტერესდა, თუ როგორ მივიდა ელიას მთაზემყოფ სამხედრო ნაწილში კობალაძე რუსლან გელაევთან ერთად და პოლკოვნიკ დიასამიძეს როგორ მოსთხოვა სტრელას ტიპის საზენიტო რაკეტების გაცემა. ფაქტიურად დღისით მზისით ფულის გამო საერთაშორისო ტერორიზმის იარაღით მომარაგება მოახდინეს. აღნიშნული საქმე სისხლის სამართლის საქმეა და მისი გამოგონება შეუძლებელია ნებისმიერ თქვენგანს მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ სასამართლოს არქივში. აი ასეთი მეთოდით ხდებოდა პროვოკაციების მოწყობა საქართველოს სახელმწიფოს გამოყენებით. და ეს ხდებოდა ისეთი ადამიანებიდან, ვინც საბჭოთა უშიშროების შვილობილ კომპანიას ფერჩატკივით, ანუ ხელთათმანებით ხელზე ყავდა წამოწმული და მანიპულირებდა მათი. ბევრი თქვენგანი შეხედულად მაინც იცნობთ დღევანდელ ნაციონალური მოძრაობის შტურმანფიურერს. აი ამას, ამ ნახევრად სახებლავ არსებას. და ამ რუსეთს, რომელიც განწირული არის. ეხლა რატოა განწირული? უცებ პატარა ციფრებს მოვიყვან. 3200 ტანკი ხო ყავდა, 3400 უკვე გაუნადგურეს. ტანკი აღარ აყავს რუსეთს. რუსეთს ყავს დარჩენილი 15000 ტანკი. ბარბაქაძის მათემატიკურ განათლებასთან მიმართებაში იმედია უკვე დარწმუნდით. აი ესეთი ბრიყვი საქართველოს შეერაღებულ ძალებში ლოგისტიკის სარდალი იყო. ლოგისტიკის, სადაც მათემატიკა და ანალიტიკური აზროვნება ერთ-ერთი უმთავრესია. აკია ბარბაქაძესთან მიმართებაში მოხდა ისეთი კარიერული დაწინაურება, რაც მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის, არც ერთ არმიაში არასოდეს არ მოხდება. თვით აფრიკის განუვითარებელ სახელმწიფოში, სადაც ერთი ტომის წარმომადგენლები მეორეს ჭამენ, იქაც იმ არმიაშიც ესეთი რაღაცა არ მოხდება. სისხლის მსმელმა კიტოვანმა აკია ბარბაქაძე პირველად მინიჭებული წოდებით პოლკოვნიკი გახადა. ანუ ხო არსებობს კარიერული ზრდა, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, შემდეგ კაპიტანი, შემდეგ მაიორი, შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი. ეს სამხედრო ჩინები აკია ბარბაქაძეს არ ქონია, ის პირდაპირ პუტჩისტურ რევკომში პოლკოვნიკად შევიდა. ანუ ის პირველწოდებული პოლკოვნიკი გახლავთ. დიახ ბატონებო, გერეუს ქართული მიმართულების რაზვედ როტაში საპატიო ადგილი ბრჭყალებში უკავია აკია ბარბაქაძეს, რომელსაც ერთადერთი სინანული ალბათ იმ მიერ ქვეყანაში ის გაყვება, რომ გენერალი ვერ გახდა. არ ჩათვალეს, არ მიიჩნიეს საჭიროდ, რომ ამ დონის ნაზირალა გენერლობას იმსახურებდა. ეთყობა ამ წრეში გენერალი რო გახდა, 10 ჯერ უფრო დიდი ნაძირალა უნდა იყო, ვიდრე აკია ბარბაქაძე. თქვათ, როგორც კობა კობალაძე ალბათ ისეთი. მაგრამ აკია ბარბაქაძე ყველა დროის ოდიოზური პერსონა, იმიტომ გახლავთ, რომ მან წარმატებით მოახდინა ეროვნული ხელისუფლებისთვის ზურგში დანის ჩარტყმა, შემდეგ შევარდნაძის ბუნაგში
სარდლად დაჯდომა, შემდეგ ნაციონალურ მოძრაობასთან ფეტიში, დღესაც იქ იმყოფება სხვათა შორის, მაგრამ მანამდე ქართულ ოცნებაში ტრამპლინის გაკეთება ინაშვილი თარხანმოურავის ეგრეთ წოდებული ტელევიზიიდან, შემდეგ კი მარგველაშვილის კაბინეტში პრეზიდენტის სამხედრო მრჩევლად მუშაობა. ეს ყველაფერში კი ადამიანი წარმატებით აგრძელებს თავისი პირადი ბიზნესების გამდიდრებას, კოჯორტაბახმელაში რამოდენიმე მილიონად ღირებულ ვილასაც ფლობს, უკვე შევარდნაძის მიერ გადაცემულს და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ფულით დამშვენებულს, ასევე თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში სერიოზულ ბიზნესს და კაპიტალს. ისმის შეკითხვა, საიდან ეს ადამიანები და კიდევ ვინ არიან მათთან ერთად. პუტჩის ჯგუფში აკია ბარბაგაძესავით დაბოღმილი ნაძირალა, აი ეს ნაბიჯვარი გახლავთ, რომელსაც გიორგი თავდგირიძე ქვია. მისი ერთადერთი სევდა ის გახლავთ, რომ აკია ბარბაგაძის ნაირად ისეთი დიდი ქონება ამანაც ვერ იშოვა. თუმცა თინა ხიდაშელმა, რომელიც თავის დროზე კობა კობალაძესაც იფარებდა მის პარტიაში, გიორგი თავდგირიძის დაფასება გადაწყვიტა და მას სახლი უყიდა. სწორედ იმ თინა ხიდაშელმა, რომლის ქმარიც 9 აპრილის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში პირდაპირ თავით შევარდა. ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ თქვენ ჩემო შვილო, დავტოვე სახლში ახლა, რომ შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს. გიორგი თავდგირიძე თინა ხიდაშელის ყველაზე ბინზური გადაწყვეტილებების გამправებელი იყო. აკია ბარბაგაძის მეგობარი თავის პირად ინტერესებს ბარბაგაძესთან ერთად მშვენივრად ალაგებდა ქართული ბიუჯეტის ხარჯზე. ატყუებდა ქართულ საზოგადოებას და თინა ხიდაშელს უправებდა გაყალბებულ არჩევნებს კახეთში. გახსოვთ ხო მაშინ რა ამბებიც იყო? იცვლება ხელისუფლებები, იცვლება მთავრობები, მაგრამ ეს ურყევი ქვედანაყოფი ზოგჯერ ოპოზიციაში, ზოგჯერ ხელისუფლებაში, ზოგჯერ არასამთავრობო სექტორში, ხანდახან როგორც ექსპერტები, ხანდახან როგორც მეცნიერები ისე გვევლინებიან და გვითხრიან ძირს, მათ არ გააჩნიათ ღირსება, მათ არ გააჩნიათ სამშობლო, მათ არ გააჩნიათ მრწამსი. ისინი ეფარებიან ეკლესიას, ისინი ეფარებიან სახელმწიფოს, ისინი ირგებენ გმირის მანტიებს, თუმცა მათთვის ერთადერთი ამოსავალი ძალა ეს არის ხელისუფლება და ძალაუფლება. იქ მოქცეულები კი ჩადიან ყველაფერს, რათა შეინარჩუნონ ძალაუფლება, რომელიც წარმომშვებია ყველა ბოროტების. ეს ძალაუფლება ხალხს, საზოგადოებას და სახელმწიფოს არ ეკუთვნის. დევი ჭანკოტაძე, აკია ბარბაგაძე, გიორგი თავდგირიძე, ყურშა, ეგრეთ წოდებული გენერალი და კიდე სხვები მრავალნი, რომლის ჩამოთვლაც უბრალოდ ძალიან შორს წაგვიყვანს, დღეს ქართული ოცნების ოპოზიციაში იმყოფებიან. არა იმიტომ, რომ მათ უსამართლობა აწუხებთ ან ქვეყნის ბედი. ისინი ოპოზიციაში ერთი პატარა მოტივით იმყოფებიან, რომ საჭირო დროსა და საჭირო მომენტში კვლავაც დაიბრუნონ ხელისუფლება. შემდეგ კობა კობალაძე გადაინაცვლებს ოპოზიციაში და ეს თამაში ასე უსასრულოდ გაგრძელდება. მაგრამ მოდით ახლა კობა კობალაძეს დაუბრუნდეთ. ქართული ოცნების ნადეპუტატარ ძაღლის გამსეირნებელ კიტოვან შინას, რომელიც დღეს ვეტერანთა დეპარტამენტში უფროსად გვევლინება. პირველი დავალება კობა კობალაძემ მათი პატრონებისგან ჯერ კიდევ ბნელო 90-იანებში მიიღო, როდესაც საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში კურთებს იარაღით ამარაგებდნენ. რუსული სქემა ძალიან მარტივი იყო. ყაზახისტანიდან სატვირთო ავტომობილები პურით დატვირთული მოდიოდა. შემდეგ ისინი მარნეულში ჩერდებოდა ეგრეთ წოდებულ კომბინატში, იქედან წამოსული გვარდიის სარდლობაში აჩერებდა, გადიოდა პარკირებას, ხოლო შემდეგ ეს თვირთი თურქეთში გადიოდა თითქოს და პურის მიწოდების მოტივით. იმ პერიოდში ორმაგ სტანდარტებზე მოთამაშე შევარდნაძის ხელისუფლება თურქულ სახელმწიფოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აწვრთნევინებდა. თურქებმა აღნიშნული იარაღის ტრაფიკის სქემა გაშიფრეს და ქართულ მხარეს კატეგორიულად მოთხოვეს დამნაშავეების დასჯა.
იმდროინდელმა უშიშროების მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც დღეს ქოცი პროპაგანდონია, კობა კობალაძე იარაღის ტრაფიკიორთა ბრალდებით დააკავა. ედუარდ შევარდნაძის ნათლულ კობა კობალაძეს იმ დროისათვის თავისუფლება ნაცვლიშვილისგან 2 ლიმონი დაუჯდა, ანუ $2 მილიონი. ეს ის თანხაა, რაზეც კობალაძემ თავისუფლება იყიდა. შემოსვლა დასუსტებულ ორგანიზმში ვიტამინის ინექციას გავდა. ვირუსი უკან იხევდა. ბოლოს და ბოლოს მზის სხივმა გაქვავებულ ნიღბებშიც კი შეაღწია მეხსიერება და ღირსება ერთბაშად გაცოცხლდა ადამიანებში. აი ამ ქაოსში, სადაც მხოლოდ 2 მორალური ავტორიტეტი დარჩა, სასულიერო, პატრიარქი და საერო ბიძინა, იმუნიტეტის ასამაღლებლად ისე ვიტამინია საჭირო, რომლის ლეგიტიმურობას უკვე კითხვის ქვეშ ვაყენებს, მაგრამ ივანიშვილი ხალხის მსახურების უკანასკნელი სიმბოლოა. სიმბოლოს კი არ ჭირდება არანაირი ლეგიტიმაცია. ის თავისთავად არსებობს, როგორც გმირი, როგორც უკანასკნელი საერო ავტორიტეტი. მას არ ჭირდება ძალაუფლება, რადგან ის თვითონ არის ქართველების მორალური ძალაუფლების წყარო. მას არ ჭირდება გაკერპება, რადგან ის თვითონ ავსხვრევს კერპებს. მას არ ჭირდება ჩვენი ფული, რადგან ყველა ქართველზე უფრო მდიდარია. მას არ ჭირდება გალავანი, რადგან შუშის სახლში ცხოვრობს. არანაირი კედელი ბიძინასა და ხალხს შორის არ არსებობს, რადგან ბიძინა ხალხი. Для нас работа, мы ночью ходим, мы разведрота, всегда найдется. Для нас работа, мы ночью ходим, мы разведрота. ლათინო-ამერიკული სცენარით, როდესაც იარაღისა და ნარკობარიგებს შორის თანამდებობისთვის ბრძოლები მიდის, ისინი თავიანთ მემკვიდრეებს აცხადებენ. კობა კობალაძემაც ეს აქტი დიდი ხანია შეასრულა. აქტს ვიძახით, ორე ტიპიური რიტუალია. მან საკუთარ მემკვიდრედ არც მეტი, არც ნაკლები მისი დიშვილი შალვა ჯაბახიძე გახადა. მემკვიდრეობას როცა ვამბობ, გენერლად დანიშნა და ამ საქმეში მისი ყოფილი პარტიული შეფი თინა ხიდაშელი გამოიყენა. ალბათ მე თქვენ გითხარით, რომ კობა კობალაძე თინა ხიდაშელის რესპუბლიკურ პარტიაში დაცვის სამსახურს კურირებდა. ანუ ხიდაშელის ახრანიკი იყო ეს ნაძირალა. მერე რა, აქ ხომ ვითომ არაფერი არ ხდება. თავარია არავინ არაფერი არ იცის. დღეს რომ კობალაძეს კითხო, შალვა ჯაბახიძე მისი დიშვილი არაა. დიახ, ის ამ ფაქტს მალავს, მაგრამ როგორც ძველ ქართულ ანდაზაშია ნათქვამი, შუბი ნაბადში არ დაიმალება. ისინი ჩვენმა მტრებმა გენერლებად დაგვინიშნეს. იცვლებიან ხელისუფლებები, გადის დრო, მაგრამ კგბ-ს შვილებილები მუდამ რჩებიან საქართველოს მმართველობაში. ისინი ინარჩუნებენ სახელმწიფო ძალაუფლებას, რათა თავიანთ პატრონებს საჭირო დროსა და საჭირო ადგილას უერთგულონ. მოღალატეთა ქვედანაყოფი მის დროს ელოდება. ზოგ მათგანს ოპოზიციაში შტურმანფიურერად დაინახავთ, ზოგს კი პარლამენტში მობილურ აპლიკაციაში ნარდის თამაშის დროს მოკრავთ თვალს, ზოგიც ტელეწამყვანია, ზოგიც ქადაგებელი სამხედრო ექსპერტად გვევლინება. გააჩნია დროსა და ვითარებას, მიღებულ ბრძანებას, მოთხოვნის შესაბამისად ირგებენ როლებს, ტრანსფორმირდებიან. გრუს ყარაულები არიან, ისე ყარაული წყემში არ შეგეშალოთ. რაღაც საკრალულიცაა ასეთი რადიკალური სხვაობა. წყემსებმა ქრისტეშობისას თაყვანის ცეს უფალს, ხოლო ყარაულები მის საფლავს დაუყენეს დარაჯად. საყარაულო წესდების მიხედვით ყარაულის დეფინიციას მოვახდენ. ყარაული არის შეიარაღებული ქვედანაყოფი გამწესებული საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად. ხოდა ეს რუსული დაზვერვის იჩეიკა ერის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან ეწევა საბრძოლო მორიგეობას ჩვენი ქვეყნის შუაგულში. გმირთა მანტიით შემოსილები თუ ვინმე წესიერი გამოჩნდა მზადა დაუყოვნებლივ მოსპონ, ოღონდ მათ მიერ შექმნილ მტრულ უძრაობასა და მართვად ქაოს არაფერი დაემუქროს რა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დღეს ვარ დამკვირვებლად. თბილისში საბჭოთა კავშირის გადმონაშთმა ელემენტმა, ეგრეთ წოდებულმა ზაკავკასკი ვაენი ოკრუგის კონსპირანტმა კობა კობალაძემ, რომელიც პოლკოვნიკმა კრაჩკოვმა გენერლად დაგვინიშნა, თვითონაც ვერ გარკვეულა გენერალია თუ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე. ეს იქაც ვერ გარკვეულა,
არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ყოფნა უნდა თუ უბრალოდ პოლიტიკურ შეხვედრებზე დამკვირვებლის მანტიას მოისხამს ხოლმე. სტატუსებში სერიოზული მცდარობა აქვს და ამას აკეთებს ადამიანი, რომელმაც თურმე ექსტერნად ერთ წელიწადში რიაზანის სამხედრო აკადემია დაამთავრა. ერთ-ერთი სერიოზული რუსული სასწავლებელი, სამხედრო სასწავლებელი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აი ამ კლაჩკოვშინამ გენერალად დანიშნულმა რუსულმა ღორმა შექმნა შპს გენერალთა კლუბი, არასამთავრობო ორგანიზაცია. და რა თქმა უნდა, ეს კლუბი თვითონ არ შექმნა, იმიტომ რომ წერა-კითხვა არ იცოდა და წესდებაც სხვა გენერალმა დაუწერა, მან უბრალოდ ეს მანტია როგორც დამკვირვებლის სტატუსი ისე შემოისხა ესე ბეჭებზე. და ალბათ ვერასოდეს ვერ გამოიცნობთ იმ გენერალთა კლუბში როგორი იდეოლოგიის ხალხი გააწევრიანა. ნაციონალური მოძრაობის წაგებული ომის ბრჭყალებში გენერალი, რომელიც ბოთლით ხალხს აუპატიურებდა და ეხლა უკრაინაშია გაქცეული, თვით გიგი კალანდაძეც კი ამ საპატიო გენერალთა კლუბის წევრი გახდა. ეს არის მისი სახე კოლაბორაციონიზმი ნაცებთან და საჭირო დროს კოცებთან ყოფნა საკუთარი გამორჩენისა და მოგების მიზნით. აი ეს არის მისი ავტოპორტრეტი. ეს ის არის ტუტუცები გვარია, ხო ის? ნემსაძეების. ამასთან დაკავშირებით. კი, ეს ის კობა კობალაძეა, რომელიც ჩვენ ტუტუცებს გვიზახის კეზერაშვილის ტელევიზიიდან. სხვის შვილებს რო ტუტუცებს უძახის, მხოლოდ იმის გამო, რომ ვეტერანთა უფლებებს ვიცავდით და ამითი მოსვენებას არ ვაძლევდით ქართულ ოცნებაზე ფიცმიცემულ კობა კობალაძეს, აგერ ნახეთ სინამდვილეში როგორი კარგი და როგორი არატუტუციშვილი გამოსარდა მან. სიუჟეტი. ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი 23 წლის გიორგი ენდელაძე სავარჯიშოდ მიდიოდა, როდესაც მას კრიმინალური დაჯგუფება თავს დაესხა. ენდელაძე ბარძაყის არეში დანითაა დაჭრილი და თავი რამდენიმე ადგილას აქვს გაჩეხილი. კობა კობალაძის შვილი დავით კობალაძე ფიგურირებს. ამის შესახებ იცის დაზარალებულის მამამაც, თუმცა ივანიშვილის პარტიის წევრზე ღიად საუბარს ერიდება. მხოლოდ იმას ამბობს, რომ სწორედ კობალაძის ფაქტორის გამო არ იძიებს პოლიცია მისი შვილის განზრახ-მკვლელობის მცდელობის საქმეს. საქმე აღძრულია? მე რა ვიცი. ერთ კაცრო 6 კაცი უკნიდან დაესხმები ისიც დანით და ესე სასიკვდილოდ გაიმატებ, ეს ტუტუცობა კი არა, ბოზობა, თუმცა სამშობლოს მოღალატის შვილი უკეთესი რა მორალით უნდა გაზრდილიყო. ეს არის პასუხი ჩემი კობა კობალაძესთან მიმართებაში. ეს პირდაპირი პასუხია. და აი ესეთი ნაძირლის მამა დღეს ვეტერანთა სამსახურს ხელმძღვანელობს, როგორც სახელმწიფოებრივი პერსონა. აი მიტოა ჩვენი ვეტერანების საქმე ცუდად. შეიძლება ეს ბევრმა არ იცით, მაგრამ პოლიტიზირებული კობა კობალაძე რესპუბლიკური პარტიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც გახლდათ. სწორედ თინა ხიდაშელის პარტიაში გაიცნო გიორგი მოლოდინი, ეს არის 2008 წლის ომიდან გაქცეული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, რომელიც შემდეგ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სადაც ასაქმებდა ძმები ბერძენიშვილის რძლებს და მისი ცოლის დაქალებს. გვაგინებენ, გვამცირებენ, გვკლავენ, გვაუპატიურებენ. კობა კობალაძემ ის ინტრიგისთვის გამოიყენა, მას ვეტერანთა დეპარტამენტიდან ვეტერანების პირადი მონაცემები გაავრცელებინა და ვეტერანთა იმდროინდელ ხელმძღვანელს დააბრალა. კობა კობალაძემ კგბ-ს შვილობილი ორგანიზაცია გერეუს მეთოდით ჭორი ააგდო. მან შიხიაშვილის ოპერატიული პროვოცირება მოახდინა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ მისი წინაბორბედისთვის ზურგში დანა ჩაერტყა, ხოლო მოგვიანებით მის თანამდებობაზე თავად დანიშნულიყო. სწორედ ამ პროცესში მას მთელი ნაძირლების გარემოცვა ეხმარებოდა, რომლებსაც სუსტად რო ვთქვათ, თუმნიანი თემით იყვნენ დაფინანსებული. ესეთები იყვნენ მახაჩად წოდებული კობა კობალაძის პირადი ვეტერანი და სხვა ნაძირლები, რომლებიც ასეძანელოდნენ თანამდებობას, რომლის შემდეგაც მის წილს აუცილებლად მიიღებდნენ. და ეს ასეც მოხდა. საქართველოში ფაქტიურად ყველა ფრონტზე მიხდებოდა ვეტერანების უფლებების დაცვა. აი მაგალითად
აქ დავით ნემსაძე შეერაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი არის ჩვენი პირველი სტუმენ რა იცით ეს თქვა ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის შესახებ ამ თუნდაც აქ ბავშვი მყავდა ფილტრების ანთება ჰქონდა და აციებული სერიოზული და მე ვთქვი მივალ რა მათთან რა ჩაჩიბაიასთან მივალ ვისთანაც გავალ კავშირი და ეკნებ მიშველონ მე ვთქვი რაღაც დამეხმარონ მე ვთქვი ჟარში არღებულობენ და ეკნებ ადამიანური ფაქტორი იქნებ რაღაცა გაეღვიძოთ რაღაცა დავაბარე ფემოდან დაურეკე მიღებიდან ადიუნტანტს თვითონაც SMS-ი მიწერე ტექსტური მომწერა კიო გამოუშვებო დაელოდეო და ჩამოდის ადიუტანტი ხელში მაკავეს ფულს რა და მოვდივარ გზაში გახარებული ვარ ახლა მე რაღაცა მგონია რა ნორმალური ერთი ან 100 ლარიან რაღაცა წამლებისთვის ფილტრების ანთებას ამდენი უნდა ყველა მიცის დღეს და 5 ლარიანი მიჭირავს ხელში რა და 5 ტყვია ამისთვის დასაჭედებელი მისთვის შუბში ჩემი ხელიდან მაგრამ მე არ მაქვს ამით ან აი აქ მედლები რომ მიეცით ნატოს მედლები სად არის ნატოს სამეკავშირეო ცენტრი სად არის ამერიკის ელჩი ვეუბნები და ვეკითხები დღეს კაცი ვერ ლაპარაკობს რატო ვერ ლაპარაკობს ის პირის აპარატი არ უარგა არჩილს ნებისმიერმა თქვენმა პასუხისმგებლობას სცადეთ საბერძნეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და 4 ჯარისკაცი ყავს ავღანურ მისიაში არანაირი ნატოს წევრი ქვეყანა არა ვართ და 850 კაცი გვიდგას ეგაა თქვენი პასუხი ჩვენი ხორცი იაფია აი იქაც მე ვემსახურები სამხედრო პირებს, რომლებიც განიცდიან ზეწოლას, თვლიან რომ მასე შეიძლება ესეთი ფაქტი მოხდეს. მე არა ვარ ვალდებული ეთერში დავასახელო კონკრეტული პირები, რატო და რის გამო, იმიტომ რომ ეს არის დახურული უწყება, აქ ძალიან დიდია ზეწოლა პირად შემადგენლობაზე და ამიტომ მე ყოველთვის უფრთხილდები იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დაცვას ითხოვენ პირველ რიგში. ამიტომ მოტივირება არის აქედან. თუმცა თუ დაჭირდა სიტუაციას მეტი გამჭირვალობისთვის მე ამას ყველაფერს დავასახელებ და თავდაცვის სამინისტრომაც იმოქმედოს მეტი გამჭირვალედ. მე დღეს ველოდი დღეს აქ თავდაცვის სამინისტროს წარმოადგენს. რატო არა? ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა მათ უარი განაცხადეს და ეს არ უნდა იქცეოდეს უწყება, რომელსაც პრეტენზიები აქვს დემოკრატიულ განვითარებას. უამრავი ფაქტი შემიძლია მოვიყვანო მტკიცებულებად, მაგრამ ყველა გზაზე კობა კობალაძის ფიგურა ხელს მიშლიდა ამ ადამიანებისთვის რაიმე სერიოზული გამეკეთებია და შედეგი მიმეღო ხელისუფლებიდან მათთვის და მათი ინტერესების დაცვის გზაზე. კობა კობალაძეს ფაქტიურად შეფობა ჰქონდა ქართულ ოცნებასთან აღებული ვეტერანების სოციუმში და იმ პასუხისმგებლობით მოქმედებდა თუ ვეტერანებში ვინმე რამეს იტყოდა, საქმეს ეს დაალაგებდა. პრაქტიკაში მქონდა ესეთი საზარელი შემთხვევა, რომ აფხაზეთის ომში გარდაცვლილ მეომარს გვარა ჯამბაზიშვილი იყო თუ არ ვცდები, აი მის დედას, ერთადერთ დედას ართმევდა 1000 ლარიან შემწეობას. იცოდა რომ მარტო ქალი იყო, იცოდა რომ პატრონი არავინ არ ყავდა და იქ წერდა რომ თითქოს ესეთი რაღაცა არ ყოფილა, ეს ბიჭი იქ არ გადაცვლილა და ამ თანხას იღებდა უკან ამ ქალისგან. მივედით გვერდში დაუდექით ეს ყველაფერი განვათავსეთ ვიდეო სივრცეში და შემდეგ რა თქმა უნდა ვეტერანთა დეპარტამენტად თუ სამსახურად წოდებულმა მისმა კლუბმა აი ეს აქტი ვერ გაბედა რაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ზუსტად აი ეს არ გვაპატიეს, აი ამიტომ არ უყვარდით აი მას და მის ეგრეთ წოდებულ მახაჩებს. და ესეთი ადამიანები მერე თავს მოგაწონებენ აქ რომ თითქოს ვეტერანთა ინტერესების დამცველები არიან და აი და აფხაზეთის ომი და აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭები და სინამდვილეში აი მარადიორები დღევანდელ დროსაც რომ ბიძინა ივანიშვილის პირად ბიუჯეტს იცავენ და არა გარდაცვლილის დედებს და არა მათ ინტერესებს და მათ ღვაწლს. ეს არის რეალობა. აი ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდე გავიხსენებდი გარდაცვლილ გივი მელაძის მშობელს, რომელიც 2008 წლის ომის ვეტერანია ეს გივი მელაძე, ანგელოზივით ბიჭი დაიღუპა ავტოკატასტროფაში, ნაცებმა გადააგდეს სიცოცხლის დაზღვევის ფულიც კი არ დაურიცხეს მის დედას ქალბატონ ზიამელაძეს და ეს კობა კობალაძე ეს მისი სასწავლები ეს ყარყარაშვილები ისინი სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ და დაჯდებოდნენ პრესკონფერენციებს მართავდნენ ამ ქალბატონთან ერთად და აი გივის სულზე ლაპარაკობდნენ რა დამსახურებული იყო და მე რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში კობა კობალაძემ ქალბატონ ზიას ბევრჯერ ზურგი შეაქცია და ბოლოს პილატე პონტოელივით ხელები იმით დაიბანა, რომ ხატი აჩუქა და ამით დაამთავრა ყველაფერი. აი ეს არის მათი ღირსება და ეს არის მათი მოვალეობის მოხდის ეგრეთ წოდებული
ფორმა. მეტი ამათ სახელმწიფოებრივი აზრი და ვალდებულება არც დაღუპულებთან, არც მის დარჩენილ მშობლებთან არ გააჩნია. სანამ ესენი მთავრობაში მოვიდო, ეს მთავრობა ვინც იყო, ყველასე ხელს მისმევდა და დაწყნარდით ქალბატონო, ამათ ხელში თქვენ სამართალს ვერ იპოვით, აი ჩვენ მოვალთ და ჩვენ სამართალს გაპოვნინებთ და ასე მაწყნარებდნენ, მაგრამ რომ მოვიდნენ მთავრობაში, მე საერთოდ ვინ ვიყავი, ისაც აღარ ახსოვდათ. უბრალოდ კიდე რაზე მტკივა, იცით გული, რომ განა მე და ჩემმა შვილმა რით ვერ დავიმსახურებთ ის, რომ თავდაცვაში როცა იბარებენ შვილმკვდარ დედებს, აი იმათთან ერთად რომ მეც დამიძახონ, უბრალოდ. ხო, აი რა მოხდება, მაგრამ ხო არაფერს არ 2008 წლის ომის ვეტერანებს კობა კობალაძემ ირაკლის სესიაშვილთან ერთად მოახდინა გარკვეული პირების გამორჩევა, მაგალითად, ვინც ომის დროს იმყოფებოდა სენაკის ბაზაზე, რომელიც რამოდენიმეჯერ დაიბომბა და მსხვერპლი იყო იქ პირად შემადგენლობაში, ასევე ვინც იყო ფოთში, ვინც იყო ბათუმში და სხვაგან, სადაც იყო ასევე გარკვეული ინციდენტები საომარი, კობა კობალაძემ და სესიაშვილმა მათ ვეტერანის სტატუსები არ მიანიჭეს, იმიტომ რომ ფული არ გაეცათ. მარტივი გასაგებიანით რო გითხრათ, აი მაგალითად სენაკის ბაზაზე ვინც ჩვენ გვერდით დაიღუპა, მას მისცეს ვეტერანის სტატუსი, მაგრამ ვინც ცოცხალი გადავრჩით, მისთვის არ მოუნიჭებიათ. რო დავსვით ეს შეკითხვა გვითხრეს კობალაძის დავალებით, რომ თქვენ თუ ვეტერანობა გინდოდა, თქვენ უნდა მომკვდარიყავით. აი დაახლოებით ასეთი მიდგომა ჰქონდათ ჩვენს მიმართ. კობალაძე ვეტერანთა სამსახურში უფროსად გასვლის პირველი დღიდან იმით დაკავდა, რომ უპარტიოსნესი ქალბატონის სამსახურიდან გაგდება მოინდომა მის მაგივრად მისი მეგობრიშვილი რომ დაენიშნა მიტო. ამ ქალს ვერაფერი რო ვერ მოუხერხა ბოლოს მისი ეგრეთ წოდებული მეგობრების და ვეტერანების ვინმე მახაჩა სენით ბავშვს რომელსაც ეს ქალბატონი სრდიდა გააგებია შენ მისი მკვიდრიშვილი კი არა აყვანილი ხარ ნაშვილები ხარ და ისე გზრდისო. ამათ თუმნიან პროვოკატორებზე ლაპარაკი ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ ყოველთვის იმ თავზე უნდა ილაპარაკო, რომელიც ყარს და თევზი ნამდვილად თავიდან ყარს. მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ და წარმოიდგინოთ, როგორი რუპორი ყავს კობა კობალაძეს, მაგალითად ეს ვიღაცა მახაჩა. ვაკის პარკში ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი ქართველების საფლავზე ვიყავით გასული. სწორედ იქ წამომეჭიმა, იმიტომ რომ თურმე მე სოციალურ ქსელში მიკამათია კობა კობალაძის მეგობრის შვილთან, რომელიც თურმე თამარ მოლაშვილის, აი იმ ქალის, შენი შვილი ნაშვილებიაო, რომლის ბავშვსაც გააგებიეს, აი იმის ჩაჩოჩება რო უნდათ და აი ამ მისი მეგობრის შვილის წამოწევა, იმისთვის მithქვია თურმე რაღაცა. უბრალოდ წამოიჭიმა. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც საფლავებზე იმყოფები, ხო, შენ თავს უნდა სცე პატივი და შენ აღზრდას, რომ საფლავებზე ადამიანს ხელი არ დაარტყა. ეგ რამოდენიმე სხვა გენერალის ესწრებოდა ამ ფაქტს და ნახეს ეს მისი დამოკიდებულება და შემდეგ მითხრეს, რომ ნუ ეს არ არის კაცი, ეს არ არის ადამიანი, სხვათა შორის იმ ხალხმა მითხრა, რომლის დაქვემდებარებაშიც ეს მალხასტოფურია მსახურობდა თუ რა ვიცი, მარაზმი, რომელიც 2 კაპიკის გულისთვის ყველაფერს იკადრებს და მისი გარემოცვა ეგ დღეს რო ეგრეთ წოდებულ ლაივებს წერენ სოსო გოგაშვილთან ერთად, აი გაშლილი ნივის კაპოტზე რო ჭამდნენ პურს და შემდეგ უკვე დაჭერილი სოსო გოგაშვილი რო აღარავის აღარ მოწონს და უბრალოდ დიფერენციაციას ცდილობენ მაგისგან. აი ესეთი ადამიანები, ესეთი პროვოკატორებით არის ეს აყროლებული ზაკავკასკი ვაინი ოკრუგის ნაბოძვარი კობა კობალაძე სავსე. თბილისში მე ამ ტიპთან მქონდა გარკვეული ურთიერთობა, ერთი შეხვედრის ურთიერთობა, ისიც დამირეკა თვითონ, გამომიარა მისი ჯიპით. წავედით რაღაც რესტორანში, მარხვაზე ვარო და გასკდა ლობიოს ჭამით და ნუ მითხრა, რომ აი მეგობარო, იციო რაო, აი ახლაო ადექიო და ელისო კილაძეს აგინეო და მეო შენო დაფინანსებასო მოგიძებნიო. ნამდვილი გითხრათ, ჩემთვის ელისო კილაძე და კობა კობალაძე ერთი ყლე არის. ამიტომ ნამდვილად მე მაგათომში არ ჩავერეოდი და რატო უნდა მეკადრა საერთოდ ისედაც არ მიმაჩნია სწორად რომ ქალს ებრძოლო გენერლის დაკვეთით და გახდა მისი ხელები ესაა ყველაზე მარაზმატიკული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან, იყიდა ხორაგი, ჩამიდო ხელში და მითხრა რომ ეს აჩუქარია ჩემია და მე გადავედი და ყველაზე გაჭირვებულ ვეტერანს ვისაც უჭირდა ავდექი და იმას მივეცი ეს მის მიერ ნაყიდი ხორაგი. მე სახში არ მიმიტანია. კობა კობალაძე, რომელმაც ტერორისტებს ბეჭდზე გასადები ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი მიყიდა, ჩამოაგდეს ერთ-ერთი ევროპული ბორტი,
ჩეჩნებმა კონკრეტულად და სამწუხაროდ იქ იყო მსხვერპლი როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში რიგითი მოქალაქეები, ასევე სამხედროები, რომლებიც იჯდა იმ თვითმფრინავში. ეს ნატოს წევრ ქვეყნებში იციან, რა თქმა უნდა. და იციან ვინ არის რეალურად კობა კობალაძე, იციან რა მორალის მატარებელი კაცია, ეს შეიძლება არ იცოდეთ ნებისმიერმა თქვენგანმა, იმიტომ რომ ეს კაცი თავს გმირად ასაღებს, სინამდვილეში ეს არის ნაძირალის გამზრდელი, სინამდვილეში ეს არის თვითონ ნაძირალა და ეს არის თვითმარქვია გენერალი. ჩვეულებრივ ყოფილი ნარკომანი და იარაღის ტრაფიკით მოვაჭრე ბარონი, რომელიც გახდა მილიონერი. და მას არანაირ სამხედრო ღირებულებებთან, არანაირ ვაჟკაცობასთან და ღირსებასთან საქმე არ აქვს, მას აყავს უბრალოდ ბანდა და ის ხუნტა, რომელიც დღეს დასაქმებული ყავს მადლიერი, წერტილი. არავინ არ იფიქროთ, რომ ეგრეთ წოდებული სოკოები, ეს პირველ წოდებული პოლკოვნიკები კიტოვანი, ეს პირველ წოდებული გერეუს გენერლები და ასე შემდეგ, ესენი სხვადასხვა განშტოებები არიან, ეს აკია ბარბაკაძეები, ეს თავად კობალაძე, ეს ყურშა იგივე ყურაშვილი გენერალი ვითომ ეს რო არის აგერ დევი ჭანკოტაძე ახალაიას კაზინოს ჩიკი და ესენი არიან ერთი ფალოსიდან გამოსული სპერმები, რომელთი ბიოლოგიური მამა არის რუსული სპეცსამსახური ГРУ, Главное разведывательное управление. ამიტომ ყველასთვის მინდა ახლა გასაგონად აქედან რო ვთქვა მე არა ვარ რადიკალური პიროვნება ისეთი რომელსაც სამეზობლო პოლიტიკაში ან გეოპოლიტიკაში კონდეს რამ ძიმე შეხედულებები მე ძალიან გამიხარდება თუ რუსეთის ფედერაციასთან აღდგება ურთიერთობები და გვექნება ნორმალური დამოკიდებულება და იქნება მისვლა-მოსვლა, მაგრამ როდესაც მეზობელი ქვეყანა აი შენ საზოგადოებაში ნერგავს ესეთ ნაბიჭრებს ხდის მათ გენერლებს და თამაშობს შენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან და საზოგადოებას გინგრევს, რა თქმა უნდა, მე ესეთ რაღაცას ვერასდროს ვერ მივიღებ ნორმალურად. და არა მარტო რუსეთის ფედერაციიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებს აგერ თავისი გენერლები ყავს, ჩაჩიბაიები და ლელა ჩიქოვანები და კიდე არიან ბევრი ესეთი ეგრეთ წოდებული გენერლები. რა განსხვავებაა მათ შორის თუ ჩემი ქვეყანა ასე გაიხლიჩება და თუ საქართველოს ეყოლება გენერლები, რომლებიც ქართველი გენერლები არ იქნებიან. ასე რომ ასეთი მიდგომით აუცილებლად უნდა მოხდეს კომისიის ჩამოყალიბება, როდესაც ჩვენ ეროვნულ ცნობიერებას და ეროვნულ სახელმწიფოს ავაშენებს და ამ ადამიანებს უნდა ჩამოერთვათ ეს წოდება და უნდა დაერქვათ თავიანთი სახელი. ლუსტრაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. და ეს უნდა განვახორციელოთ ჩვენ თავს ქართველებმა უნდა მივცეთ იმის ძალა, რომ აუცილებლად ეს გავაკეთოთ.